დავბრუნდით ეთერში, სანამ თემას წარვადგენდით, ჩემ მეგობარს კოცნა უნდა გაუგზავნო, იმიტომ რომ მომწერა ცოტა ხნის წინ რომ გეხოთები კოცნა გამომიგზავნეო და აჰა, დარას შენ და თემა გვაქვს გაუგზავნით. თემა რა გვაქვს? პოპულარობა. როგორ ხდება საქართველოში ადამიანი პოპულარული და ალბათ საქართველოში. ხო, და ეს შემთხვევაში უმარტივეს. სტუმარი ერეკლე დეისაძე. შეეგებეთ ბიჭებო. შეეგებეთ. ბრახვა. აუ, აბა რა გასთარგე მართლა ერთობაში. სუპერსტარი ვარ. რა მარტივია თორემ პოპულარობა. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად, როგორ ხარ? რა ვიცი, არა გვიშოს. სტუმრად იყვნენ რა ეს არის ადამიანი და გადაწყვეტეს რომ დარჩნენ. საჭირს ზურგზე. წარწერა ხო, აი. თემა გვაქვს ესეთი, რა როგორ ხდებიან საქართველოში პოპულარული როგორ ხუმრობენ საქართველოს პოპულარულები? არა, ყველა მაგნიშნა რომ ძალიან მარტივია გახდე პოპულარული. რა არის იმისთვის საჭირო? რომ იყო პოპულარული და შენზე ილაპარაკონ, თუნდაც Facebook-ში და ტელევიზიით. მარტივი, ალბათ მარტივი. არ ვიცი, ამ თავისთავად ხდება რაღაცები ისე, რომ შეიძლება რაღაცა არც გათვალო, უბრალოდ აღმოჩნდე, რომ ერთვენიერ დღეს ესე ხარ რა, ყურადღების ცენტრში ხარ. მე უკვე შენზეა დამოკიდებული და შენს ნიჭზე რამდენად რა კუთხით წაიყვან ამ პოპულარობას და როგორ განვითარდება. დამპალი პამიდორი რო დააგდო ყოველდღიურად ეთერში პოპულარული გახდება, მაგრამ აი უკვე ნიჭი განაპირობებს იმას რამდენად მძაფრად ჩაჯდება და ხალხი. საითკენ წაიყვან ამ პოპულარობას და ამ შენს საკუთარ ის სახელს რა, იმ სივრცეს რომელშიც რა არის ზოგადად? ყურადღების ცენტრში ყოფნა. რითი განისაზღვრება? იმდენად პატარა ქვეყანა და იმდენად პატარა ქალაქია თვითონ თბილისი, რომ ყოველი მეორე შემხედრი პოპულარული აქვს და ამიტომ შესაბამისად მაინც ვაფშე ყველა პოპულარულია. უბანში ერთ და იგივე ტიპი ორჯერ შეხდება ისიც პოპულარულია. უკვე რა ცნობ. მოდი ახლა ვნახოთ ქუჩის გამოკითხვა საინტერესოა რას ფიქრობენ ადამიანები რა არის საჭირო იმისათვის რომ გახდე პოპულარული და გამოკითხვის შემდეგ ისევ დაბრუნდებით პირდაპირ ეთერში. პოპულარული რო გახდეს, ალბათ რაღაცა ღირსშესანიშნავი უნდა გააკეთოს, ისეთი რომ ადამიანებს თავი დაამახსოვროს. მე ცოტა ადვილია პოპულარობის მიღწევა, მაგრამ უფრო სტაბილური პოპულარობისთვის რამე განსხვავებული ალბათ. იშრომოს სხვა რა ვიცი. მუშაობა მთავარი და ხელოვნება მიყვეს საქმეს. სავარაუდოდ ფანდურზე უნდა დაუკრათ. აი, ყველაფერი სისულელე, მთავარია ძალიან ხმამაღლა მოახდინოს ეს გამოს გაკეთება. რაღაც თამამი უნდა გააკეთოს, იმიტომ რომ ვინც აკეთებს ამის თამამს, ყოველთვის ხდება პოპულარული. ნუ რაღაც გამორჩეული უნდა შექმნას. ხო, ნუ თქვათ მუსიკა ან გამორჩეულად იმღეროს. შეიძლება სიმღერა შეეძლოს კარგად, ან რამე კაის უნდა აკეთებდეს. თამამი უნდა იყოს უფრო ალბათ. რა, თავის ნიჭერება უნდა გამოავლინოს. ალბათ უფრო თამამი უნდა იყოს. ხო, წარმატებული უნდა იყოს, რა თქმა უნდა და ყველას უნდა უყვარდეს. უპირველეს ყოვლისა ალბათ ძალიან განათლებული უნდა იყოს და უცხოეთში განათლების მიღება უპირველესი საწინდარი ამისთვის. თამამიც უნდა იყოს გამბედავი და ანუ კომპლექსიანი არ უნდა იყოს. რავი, ალბათ მონდომებაა პირველ რიგში მთავარი. ალბათ გაიხადოს. ნუ მეც ეგრე მგონი. უნდა იშრომოს ძალიან ბევრი რა თქმა უნდა მიზნის მისაღწევად. არც ეგ არ არის. არის, მაგრამ გახდა რომ საქართველოს სიშიფლეს ითხოვს ხალხი ხედა ძალიან კარგი პროსტა ზამთარი ეხა გახდა ის. ზამთარში რა უნდა გააკეთო? გახდა აი რაც ჩამოთვალეს გონი ყველაფერს ვეთანხმები ერთის გარდა რომ ძალიან განათლებული უნდა იყოს. მარტო მაგას არ ვეთანხმები. აბა დღეს რო ჩართავ ტელევიზორს განათლებული ვინ არის? არ ვიცი ხო. ერეკლეთი რამაიცებს შენს მაგალითზე რომ ვიმუშავოთ შეიძლება შენ რა გააკეთე რომ გამხდარიყავი პოპულარული და იყო თუ არა ეს რაღაცა მიზანმიმართული სულა რომ მე მინდა გავხდე პოპულარული და მე უბრალოდ მოვიფიქრე ორი სიტყვა შეთანხმება საიდუმლო სვირობა და მე დავიწყე წერა. აი ზუსტად ის ხონდა ხო აი ეს არის იდეალური მენეჯერი. პროსტა ეს არის მარკეტინგის ყავა დაიწყება ხალხი. ეს იყო რაღაც მარკეტინგის სულა მოფიქრებული. და აი თავიდან რომ მივხვდი რომ რაღაცას სათაური მოვიფიქრე, მე მოვიფიქრე სიუჟეტი რომელიც აბსოლუტურად კავშირში არ იყო სათაურთან და მივხვდი რომ ამას ჭამდა ხალხი, იმიტომ რომ არც წაიკითხავდნენ და კი და ზუსტად მივხვდი ყველაფერს რომ აი ძალიან კარგი. მე უკვე ეს რაღაც არ მინდოდა რომ დარჩენილიყო ჩემი სახელი და გვარი ამ კონკრეტულ
სიტყვა ჩეხმარებასთან და მე უკვე მუსიკა ბავშვობიდან მიყვარდა და აი მუსიკაში გადავედი. ყავას დავლევ. მუსიკაც ისეთია შენი, მე არა მადლობა. მე მუსიკაც პროვოკაციულია რაღაც კუთხით, ანუ მაგრამ ერთი სიბტყე არ აქვს ამას არის ორი განზომილება, ორი პლატფორმა, პოლიტიკური, სოციალური მუსიკა და მეორეა ზედმეტად რომანტიული და რაღაცა ისეთი, რომელიც აი ყველა ადამიანს უყვარს, ხო, სიყვარული და რაღაც აი ამ კუთხით უკვე სხვა პუბლიკა შევიძინე და შემოვიერთე. საბოლოო ჯამში მაინც ერთიველი მგონია ეს ყველაფერი, რომელშიც მე თავს ანკომფორტულად ვზნობ და იქნება ეს მუსიკა თუ ეხლა ახმეტელის თეატრშიც მსახიობად თამაშობ ერთ-ერთ სპექტაკლში. და კიდე რაღაც შემოთავაზებებიც არის და ანუ ყოველთვის ვცდილობ, რომ აი მაქსიმალურად რაღაცნაირად შევიცვალო პროფილი, რომ ბევრი კუთხით გამოვავლინო ჩემი თავი. და ეს პირველ რიგში არის საკუთარი თავის ძიება და პროცესიც, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩემთვის ყოველთვის შედეგზე მნიშვნელოვანი პროცესია, რომელშიც მე ყოველთვის ვიმყოფები და ეს ყველაფერი, ანუ ამ ქვეყანაში სხვა რითი უნდა გავერთო, ვერ ხვდები. ვცდილობ, რომ ეს პოპულარობის რაღაცა დონე შეინარჩუნო და ყოველთვის რაღაცა ახალი შესთავაზო. თავისით ხდება უკვე ყველაფერი, იმიტომ რომ რაღაც მომენტში მართლა დამღლელია, ის კი არ არის დამღლელი, რომ თუ ვიღაცა ყურადღებას გაქცევს და შენ და მე რამე სითბოს გამოხატავს ან ნეგატივს, ორივე შემთხვევაში კარგია, მაგრამ ხანდახან უბრალოდ ისეთ დუხს ეხარ, რომ აი არც ინტერვიუ გინდა არ ჩაწერა და ამიტომ ახლა ვიღაცების გადაგდება გიწევს და ცოტა აი მან უხერხულობის მომენტი ჩნდება. მაგრამ ეს არის ინერცია, რომელსაც მე თავისთავად მიყავხარ შენ სადღაც საბოლოო ჯამში, ანუ ამ პროცესში რაღაც მარგალიტები გინდა არ გინდა ხდება რა გზაში და ამ ყველაფერს ისე. ანუ ავანტიურა დაიწყე, ხო, მოდი ასე ვთქვათ. ეხლა ვიცი რომ მუშაობ რაღაც ახალ წიგნზე. კი. ესეც ისეთი ხმაურიანი იქნება, დასრულებული გაქვს უკვე. კი, ერთ თვეში იქნება ეს რუსული არდადეგები ქვია, სათაურით ვერ მიტყოდია და რაღაცა ისე თვითონ სიუჟეტი პროვოკაციული არის, იმიტომ რომ თემა არის უკვე რუსული ტექნიკა თბილისში შემოვიდა, ქვედანაყოფები და რა ხდება თბილისში ეს ამბებია, რამდენიმე პოლიტიკოსის ცოლები, ნაშები, რაღაც სოლარიუმები, კაფეები, კითხავთან ვიზიტები ამ პერიოდში აი ეს ამბებია ძირითადად მოყოლილი ამ ტექსტში და ნუ საბოლოო ჯამში პროვოკაციული არის ოღონდ უფრო გაზრდილი ვარ, ანუ ეპატაჟსაც ჭირდება განვითარება, ეპატაჟი არ არის რომ რაღაცა ერთი ბილწი სიტყვა ისროლო და ამით დაკმაყოფილდე. მე ამ ყველაფერს დახვეწა ჭირდება, იმიტომ რომ არის უნიჭო ეპატაჟი, არის კარგი ეპატაჟი, ნიჭით გაკეთებული. შესაბამისად, ამ პროცესს იმიტომ ვახსენებ, რომ ყოველთვის თუ საკუთარი თავის მიმართ მოთხოვნილება მაქსიმალური გვაქვს, ყოველთვის იზრდები და ამ შრომასაც შედეგი აუცილებლად მოაქვს. შენ ხარ ძალიან კარგი PR მენეჯერი, მე ვგონია. PR-ი ფიქრობ, რომ ხო, წერალს რო იძახიან, თავიდან ეხლა შეიძლება უკვე ვიღაცამ თქვას და ჩავთვალო რომ წერალია, ოღონდ ისეთ საშუალო, მაგრამ თავიდან ვიძახე რომ სათაურის ავტორი ვარ თქო და იმიტომ რომ ის რეალურად რაც იყო, ეგ იყო რა, მაგრამ აი ეს PR-ი ძალიან ბუნებრივად გამომდის, იმიტომ რომ კარგად ვიცნობ საზოგადოებას, ნებისმიერ სფეროს, აი მასის ნებისმიერ კატეგორიასთან, ყველასთან ურთიერთობა მაქვს. ყველასთან მეგობრობ, ძალიან კომუნიკაბელური ვარ და ეს ყველაფერი მეხმარება იმაში, რომ საერთო სურათი რაიმე მადლობა. სუფრა გაიშალა. და ეს ყველაფერი უკვე იმაში გეხმარება, რომ საერთო სურათი, აი რო შეხედო, მასას უკვე მიხვდები მას, რა ტკივა, რა აწუხებს, ან რა გინდა ატკინო, ან როგორ, აი ყველაფერი ვიცი რა. ფიქრობ ხოლმე მაგაზე, ანუ რა რეაქცია ექნებათ თუნდაც იმ პოლიტიკოსების ცოლებს რო ახსენე. წეღაროძე წაიკითხავენ ამ ჩვენს ნაშრომს. თუ ზუსტად მათზე არის გათვლილი. მათზეც არის გათვლილი და კიდე იმაზეა გათვლილი, რომ აი ხალხმა რაღაცნაირად ცოტა უფრო მეტი გულწრფელობა გამოიჩინოს რაღაც თემების მიმართ, იმიტომ რომ როცა ამ ომს ახსენებ, აი ეს ომის თემა ისეთი იყო, რომ იძახდნენ რუსეთმა დაიწყო საქართველოსა და ბოლოს კი რომ მე დავიწყე თქო და მაგას შეთავაზე ვიყო, რომ მე დავიწყე აგვისტოს ომი. იცი რა მაინტერესებს, ანუ უარყოფით ემოციებს რო იღებ, ანუ არ განიცდი? არა, ეხლა საერთოდ აღარ ვიღებ, ოღონდ მართლა.
ეხლა YouTube-ზე ვიღაც შეიგინება, მაგას ყურადღებას არ ცვაცე, ვიღაც კლავიატურის ლომები ყოველთვის იყვნენ და იარსებებდნენ და კიდე არის ეხლა არის ეგეთი ტენდენცია, რომ ადრე თუ ვიღაც გაგინებდა აი Facebook-ზე, ხო, მაგალითად, ეხლა საერთოდ აღარ მოდის, მაგრამ ადრე თუ იყო რაღაც მუქარის წერილები, შედიოდი პროფილს ნახულობდი და სახელი და გვარი მაინც ცოდი, ვინ გემუქრებოდა. ეხლა სპეციალურად ხსნიან ახალ ფეიჯს, რომ შეგაგინონ და მე აუქმებენ და ანუ ესე ძალიან ნერვებს მიშლის, იმიტომ რომ თუ მაგინებ, მაგის თავი კონდეს, რომ დამენახო მაინც, ხო, რომ ვიცოდე ვინ ხარ და რაღაც. და ეხლა იმასაც აუქმებენ და ეს არის რაღაცნაირად ისამ თუ მანდ თავიანთი თავის რეალიზებას მაგინებაში ახდენს ეს ხალხი, არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს, იგინონ და იყო კარგად იყვნენ. მე მაგით რა უნდა დამაკლდეს, ვერ ხვდები არც არაფერი. მე მახსოვს ერთი პერიოდი ძალიან აქტიურად ეს ერეკლე დეისაძე ესეთი და ნუ და გაიცანი და რა გაიბამიყო. არა, ჩემ არ ვიცი რატო აღმოჩნდა, რომ YouTube-ზე შემთხვევით ვუყურე ერეკლე დეისაძის ერთ 30,000 ინტერვიუს, მუსიკას მოусმინე, აი რაღაცებს და მივხვდი, რომ პროსტა ძალიან კაი PR მენეჯერია, საკუთარ თავს უკეთებს არაჩვეულებრივ PR-ს და ეს დანარჩენი მასა არიან ამოგებულები. ხო, ანუ რაღაცით პოლიტიკოსებს გავარ ძალიან, ანუ ოღონდ მე არჩევნებში მონაწილეობას არ ვღებულ. ჩემი არჩევნებია, ჩემი კონცერტი, სადაც ხალხი მოდის, ბილეთებს ყიდულობს და ძალიან კარგად ერთობა. და გველოდება თებერვალში შენი კონცერტი. კი, თებერვალში არის ვალენტინობა დღეს თუ არ ვიცი. მოიცა კეთეთოსთან ერთად ეხლა არის? ეგ არის თებერვალში? კი. უი, შევხვდებით მაგ კონცერტზე თანამშრომლობ. ივენთ ჰოლში აკეთებენ მაგ კონცერტს და ვემზადებით მოკლედ. ეს ის არის, რაზეც მე ვსაუბრობ. აი მაშ 18 კი არა 14 თებერვალს. შენ ამბობ რომ რაღაცა ერთგულება, გულწრფელობა უბრალოდ აკლია, ხო? იმას აი თუნდაც აი ის შენი რაც მამას უნდა გახსოვს ჩვენ სტუდიაში შეასრულე. ის არის რასაც შენ ამბობ ხმამაღლა და სხვა ვერ ბედავს რომ თქვას, გულწრფელობა შენი მხრიდან ეს ტექსტიც. კი, ანუ მე ტყუილიც მეპატიება, იმიტომ რომ შემოქმედებით პროცესში შეგიძლია რომ მოიტყუო და თუ კარგად იტყუები და დამაჯერებლად მაგაზე კარგი არაფერია. მართლა ეს მაგას ყველაზე კარგად იჯერებს ასეთ ტყუილებს საზოგადოება. მე სულ ჩემი კონკურენტები არიან თვლი ხოლმე არც ერთ მუსიკოს ვიღაცებს არა, სულ პოლიტიკოსებს, იმიტომ რომ აი მაგათ რო პუბლიკა ყავთ რა, არჩევნებს რამდენიმე 1000 ხმებს აგროვებენ, დაახლოებით აი ეგ კატეგორია მაინტერესებს მე რომ რაღაცნაირად მაგათი პლატფორმა დავიკავო ჩემი მუსიკით, იქ შევიდე და ცოტა ესენიც გავაღადაო ეს ტიპები, რომლებიც ხალხს ატყუებენ. იმიტომ რომ მაგათი ტყუილი მაშინ მაგათი ოპონენტი უნდა იყო, რომ პირიქით ჩვენსკენ გადმოიბინო. მაგათი ტყუილი ბოროტება, იმიტომ რომ რაღაცებს პირდებიან არაკეთებენ. ხო და მაგათი კეთილი ოპონენტი უნდა იყო, რომ აქ ჩვენსკენ დამოიყვანო. კეთილი ოპონენტი ვარ, აი ესე მგონია. ხარ, აბა. ხო, აბა. ჩემი ძმა. ეხლა უნდა ვიმღერო ამ სიმღერას ქვია მარტას. რომელიც ეძღვნება მარტას. ჯიდიპენდი. ბახალას ეძღვნება ესე. რომელიც ეძღვნება ჩვენს თანამშრომლებს მარტას. რომანტიული სიმღერა, რაღაც ზამთრის დუხი მაქვს. ბოლოს გავაკეთე და რა ვნახოთ აბა. ნახოთ აბა. კაცი სიმღერა ძალიან წინასწარ შემოგეკითხა. შემდეგ რეკლამა გველოდება და შემდეგ ისე ყველა დაუბრუნდა. ხო, არაფერი. რატო არ გვაქვს? შეხედე მასოლა უკვე ზამთარი ქალაქის მოწყენილ აივნებს ათავს შენი სიზმრიდან ამოსული სხივი ჩემს ნაჩუქარ ყვავილებს ათბობს
7 ტონით თავაზობ ყავას მე რა თქმა უნდა თანხმობას გაძლებ და მე ლექსად მოყვები ამას რომ შეთან სექსით საუბარია სარეცელი კი რომელზეც ევხარ გავსაუკითხავ ნოდების რვეულს და ყველა ნოდის სახელი შენ ხარ შეხედე მოსულა უკვე ზამთარი ქალაქის მოწყენილ აიუნებს ათოვს შენი სიზმრიდან ამოსული სხივი ჩემს ნაჩუქარ ყვავილებს ათბობს მადლობთ